ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები, გრიფით საჯარო, ჩვენ საუბრობთ ყველაფერზე. მოგესალმებით, ეთერში გადაცემა გრიფით საჯარო, მე ტარილ დათიაშვილი ვარ, ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, დღეს ჩემი სტუმარია თენგო თოფურიძე, ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მწერალი, მთარგმნელი და ინტელექტუალური პრიადრმაზუმი ადამიანი. წიგნების ავტორი, რამდენიმე წიგნის ავტორი. დღეს თენგო ჩვენ კულტურის განხილვით მიყვავს ჩვენი გადაცემები და ვფიქრობ ხოლმე ვინ შეიძლება ზოგადად თემა ხანდახან თემა არ არის, მაგრამ არის პიროვნება, რომელთანაც უბრალოდ გინდა დაждდე და ისაუბრო. აი ეს რაღაცები ისაუბრო იმ თემებზე, რომელიც გაწუხებს, რომელიც გიყვარს საუბარში, შეიძლება არც გაწუხებს და არც არაფერი ამაზე საუბრობ და ბედნიერი ხარ. მე დიდი ხანი მინდოდა შენთან შენ მოსულიყავი ჩემთან სტუდიაში, იმიტომ რომ საინტერესო პიროვნება ხარ. ყველა მხრივ და კონკრეტულად ზუსტად მე შენ გაგიცანი მაშინ, როცა ზუსტად შენ წელობასთან და ტექსტებთან გქონდა კონკრეტული მიმართება და წლების ბოლოს მართალი 2000 წელი იყო ზუსტად პასუხს და მაშინ ლიტერატურულ ჟურნალს გაზეთსაც სემდი გაზეთი ლამაზი პატარა გაზეთი იყო საიმასოს მისი მინაწერი, რომელიც ბევრჯერ გამოვიყენეს სხვადასხვა წიგნშიც დიონისე არეოპაგელის სიტყვები ჩამჩა და მართლაც თვითონ ჯგუფი იყო ისეთი მწერალთა სახლში იყო ეს ჯგუფი და არის დავარქვა მარსიანის ოთახს ვეძახდით, ხო? თუ რა ოთახს ვეძახდით, რომელიც მე დაეფერდა და როგორც უსასრულობის ნიშანი ისე იყო დაგიძებული. სადაც მიდიოდა დაუსრულებელი კამათები და მსჯელობები ლიტერატურას. მოდი აქედან დავიწყოთ იმ პერიოდის გახსენებით. აი როგორ მაშინ ახალგაზრდა იყავი საკმაოდ. ალბათ 25 წლის ვიყავი მაშინ, როცა პირველად აღმოჩნდი მარსიანის ოთახში, ასე ვთქვათ, მწერალთა კავშირში. ახალი დაბრუნებული გახლით
თბილისიდან და ის პერიოდი დაუთმე ასე ვთქვათ ლიტერატურულ ცხოვრებას და ეს ლიტერატურულ საქმიანობას. მქონდა რაღაც რამდენიმე საინტერესო ავტორის თარგმანი ჩემი ლექსებიც რამდენიმე და მივედი განათლების რედაქციაში რომ ეს თარგმანები და ლექსები მეჩვენებინა რედაქტორისთვის. და დაიბეჭდა და უკვე შემდგომ როცა ამ გამოცემის ამოსაღებად დავუბრუნდი გავიცანი მარსიანი იმ კორიდორში და აქედან დაიწყო ჩვენი ლიტერატურული ძმობა და იმ პოეტთა თუ მწერალთა გაერთიანებაში ჩემი ყოფნა ძალიან საინტერესო შთამბეჭდავი თბილი მაინც შენ რაღაც იზოლირებული მაინც იყავი ამ ჯგუფისგან რაღაც თითქოს ალკე იდექი გაზეთს სხვათა შორის ვფიქრობ რომ რაღაც როლი ითამაშა მაშინ ჯგუფის ცხოვრებაში ასე ვთქვათ რაღაც ხდებოდა მაინც თითქოს ასპარეზი რა მე გულისხმობ რაღაც სივრცეს სადაც ამ ადამიანებმა იპოვეს თავისი ადგილი და ყველა ეფოფინებოდა ასე რომ ვთქვათ ამ გაზეთს ეფერებოდა და ძალიან მარტივი მიზეზი იყო ჩვენი განთიადი ასე ვთქვათ ძალიან დიდი მიღწევა ვფიქრობ რომ ეს ლიტერატურული ჟურნალი დღეს ქუთაისში ფუნქციონირებს და განთიადთან ერთად გამოდიოდა გაზეთი უქიმერიონი მწერალთა კავშირის ლანჩავა გამოდის პერიოდულად და როგორც ყველა თაობას ისე ჩვენს თაობასაც და იქ წინა თაობასაც ფუნქციონირებსაც ჰქონდათ საკუთარი თვითგამოხატვის სურვილი როგორც ყველა თაობას გააჩნია და ცუდი ამაში არაფერი არ არის. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს იდეა კონფლიქტი იყო მაინც მაშინ თაობებს შორის კონფლიქტი არ გაზეთი არსებობა თავისთავად უკვე რაღაც გამიჯნისკენ მაინც რა თქმა უნდა ეს იყო სიმბოლო იმის რაც მანამდე ხდებოდა რომ ანუ ჩვენი თაობის ასე ვთქვათ პოეტები მწერლები და ცოტა უკანა თაობის ერთი თაობით უკანა ყოფილი ადამიანების ასევე რა თქმა უნდა გამიჯნავდნენ სხვა დანარჩენისგან თავს ძალიან სიფრიფანატი ხარი იყო ასე ვთქვათ ძალიან ზაფრად არ იგრძნობოდა რაზეც უბრალოდ ჩვენ ამბობდით რომ ჩვენ გვაქვს ჩვენებური ხედვები რომ ჩვენ წერთ სხვა ლექსებს ქონიეთ სხვა ლიტერატურა
სერიოზული გადატანილი იყო. მთელი რთული სირთულეები და მაშინ უფრო მძაფრად უყურებდი ამ კონფლიქტს, ვიდრე ახლა უყურებ. იმიტომ რომ მაშინ ამდენად მიმაჩნდა, რომ ეს იყო ჩვენი თავების დაპირისპირება, ეს სხვა ხედვები, რომ ჩვენი ხედვები უკეთესი და ჩვენი რომ ეს ბრძოლაში ხო რა თქმა უნდა, ეს თავის უბრალოდ ეს არის თავის თვით დამკვიდრების და თავის თვით გამოხატულების მცდელობა და ცუდი ამაში არაფერია. არ ვიცი ხარ რამდენად მტკივნეულად აღიქვამდნენ ამ ჭღალებში დაპირისპირებას ჩვენი უფროსი თავის პოეტები და მწერლები, მაგრამ ჩემთვის ახლა ამ განმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს იყო უბრალოდ მუხტი და დამატებითი მუხტი, რომ ჩემს თაობას იმ ადამიანებს, ვინც იქ ერთად ვიხარშებოდით ოთახ ნომერ 8-ში, ჩვენ რაღაც გვეთქვა და დაგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, რაღაც ჩვენი კვალი ლიტერატურულ ცხოვრებაში. მოგონება ჩემში არის რაღაც სასიამოვნო ჩარჩენილი ეს პერიოდი, მართალია დიდხანს ეს არ გაგრძელებულა. მე მარსიან თბილისში წავიდა. ეს იყო რაღაც ალბათ 3 წელიწადი, რაც აქტიურად მიმდინარეობდა ეს პროცესი. 2-3 მე როგორ ინერცია ლიტერატურულ საქმიანობას კონკრეტულად მინდა შევეხო და მე უბრალოდ ვისაუბროთ ამას ყველაფერზე. რა თქმა უნდა, პოეზიას წერდი, პოეზიაში მუშაობდი, საღამოებსაც მართავდი, მე მასწავლე თქვენი ერთობლივი გამოსვლები სცენაზე, ღიაცის ქვეშ. ეს იყო ლიტერატურული საღამოები, ეს იყო საპროტესტო საღამოები, ეს იყო რაღაც, ეს იყო ახალგაზრდული ლიტერატურული ცხოვრება. პროზას წერდი შენ პრემია მე კი ორი ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა, მაშინ ცისკრის რედაქცია იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამის. გამოცხადდა 2 წელი ზედიზედ კონკურსი ბესტსელერი. ამ კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას, ერთხელ მეორე ადგილი ავიღე, ერთხელ მესამე. ხო, ეს დაიბეჭდა კიდეც ეს ხო და რასთავარია არა კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარგმანები. შენ თარგმნი ჩინური კი ჩინური პოეზია სერიოზულად ზოგადად ეს სიყვარული მართალი რო გითხრა ჩინურ
პოეზიასთან მართალი ახლა დაპირისპირებული არ არის, მაგრამ ისებრიოდ არ არის ახლოს ზოგადად ეს ჩემი პოეზიისადმი თუ წერისადმი დამოკიდებულება არის ძალიან არამდგრადი და არასტაბილური მოვლენა, იმიტომ რომ მაქვს პერიოდები ცხოვრებაში, როდესაც წერ და მაქვს პერიოდები დიდი ხანი, როდესაც არ წერ და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა ვწერო. მე რაღაც ემოცია გროვდება, თქო თუ რა ხასიათი დგება, არ ვიცი, მაგრამ მე იწყება უკვე რაღაც პერიოდი წერის. ეხლა მაგალითად ბოლო 5 წელიწადია არც მაქვს განწყობა რომ წერო და პრინციპში არც შესაძლებლობა არ მაქვს რომ წერო, იმიტომ რომ თავად მწერალი ხარ, თავად წიგნების ავტორი და იცი რომ ამ ლიტერატურული ქმნადობის პროცესში ჭირდება განწყობა, ჭირდება ძალიან დიდი დრო, ფიქრი, მუშაობა. ისაც არ არის ძალიან სამწუხაროა, რომ დაუფასებელი და უნაზღაურებელი საქმეა. ის მოდის და ხო, არა, ხო, პოეზია რა ვიცი, მე თქვა დამეწერია, ხო, პროზაც კი მოითხოვს, რა თქმა უნდა, შემოქმედებით განწყობას დუენდეს მაგრამ თუმცა პუბლიცისტიკაშიც მუშაობდი რაღაც გარკვეული პერიოდი და საკმაოდ ბევრი დამიგროვდა, ასე ვთქვათ, ლიტერატურული თუ სხვა ტიპის წერილები. ამ კრებულის გარდა გამოცემული გაქვს კიდე ლიტერატურას ფულის. ეს არის ერთ-ერთი კრებული. სამწუხაროდ შემდა ამ ესე იგი ჩემი ხანგრძლივი საცხოვრებელი ადგილის ცვალებადობის გამო ძალიან ბევრი რამ ყუთებში მაქვს დღემდე და ძალიან ბევრი რამ დავკარგე. ეს უბრალოდ ერთ-ერთი რაც ვიპოვე შემთხვევით, რომ ეს ერთ-ერთი გამოცემა არის თარგმანების ჩინური თარგმანის და მხოლოდ ჩინური ჩემს საკუთარი ლექსებიც არის მაგაში რაოდენობით შეტანილი. კი, მაქვს რამდენიმე კრებული, სამი კრებული მაქვს ლიტერატურული, აქედან ორი არის თარგმანები, ერთი ეს თქვენ გაგთხელთ და ნუ სხვაში არის კიდე უკვე წმინდა სამეცნიერო როგორ უყურებს საერთოდ ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და საერთოდ ჩვენს კულტურაში, ჩვენს ქვეყანაში. აი რა თუ რჩება დროს ლიტერატურას მიადენოთ ეს ვალი და გასაგებია წერით ვერ წერ, მაგრამ კითხვის დროს თუ გავს ან ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის მიღების დროს მაგალითად რა თქმა უნდა ყველა ციკლს ვერ წავიკითხავ, ხო?
ბერ წერალზე მაქვს სტაბილიზება ზედაპირული, ასე ვთქვათ, მე ვამოწევ მისი წერის ტექნიკას და საზრის ვეცებ ზოგადად თუ რაზე შეიძლება წერს დანარჩენი მოდის ვარაუდია. ყველა წიგნის მართლა ვკითხულობ და ვერცავი გამორიცხულია. მაგრამ გარკვეულწილად არ ვთვლი, რომ ეს არის მთლად ისეთი ამ წესით მიღებული ინფორმაცია არ ვთვლი, რომ არის მთლად თვალ. ჯერ ამართლებს. იმიტომ რომ წერას ეთყობა მაინც აი წერას და საერთოდ ლიტერატურას ეთყობა კოჭებში ეთყობა რამდენად წერლურია და რამდენად ღირებული და რამდენად პასეულია ის. შენ რას ფიქრობ აი ტექსტები ჩვენი ტექსტები ჩვენი ლიტერატურა ეს ძალიან ცუდია საერთოდ ზოგადად ლიტერატურული და ზოგადად წიგნის კითხვის თელა პროცესში შემოვიდა ელექტრონული საშუალებები, რაც ვფიქრობ, რომ ხო ჩემი თავისი პირადად ჩემთვის არ მიუღებელი. ჩემთვის წიგნი თავად წიგნის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. მისი ყდა, მისი გადაშლა, მისი სუნი, მისი წარწერები, რაც არის მისი სანიშნე და ასე შემდეგ. ავწუხაროდ აი ეს მომენტი დაიკარგა. ეს დიდი ხანი არ არის, სადაც ტექნოგენურ მიღწევებს ვეზიარეთ, მაგრამ მინიმუმ ბოლო 7-8 წელიწადია ხომ მაინც არის ინტერნეტ სამყარო და მე ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვინც ინტერნეტით კითხულობს ლიტერატურას და ძალიან ინფორმირებულია, თუმცა მე ვერაფრით ვერ მივედი აქამდე, რომ ინტერნეტის მეშვეობით აი ამ შრალ მონიტორზე დავშე და ლიტერატურა ვიკითხო. სხვა რაც შეეხება ძალიან ბევრი ეს მართლა სხვა თემა აბსოლუტურად და ახლა მე მივხვდი რასაც გულისხმობ, მაგრამ სივრცეში სადაც ეს ლიტერატურა გროვდება, რასაც გულისხმობ მაგალითად სოციალურ სივრცეში. მე მაინც ეს არ მიგულისხმ, იმიტომ რომ მაინც ვთვლი რაღაცნაირად, რომ ის სივრცე აბსოლუტურად არ არის ის ნამდვილი ლიტერატურის საბუდარი და ადგილი, სადაც უნდა დაიბადოს ნამდვილი ტექსტები. აი მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ტექსტები არ უნდა არსებობდნენ და ადამიანებმა ამით ითხოვა უნდა მიიღოს შენ წარმოიდგინე რომ აქ ამ სივრცეში დაბადებული ასე რომ ვთქვათ ლექსები, რაც საერთო ღირებულების ხშირად
უფრო მეტ თაყვანისმცემელს და კითხველს აგროვებს, ვიდრე მართლა ჭეშმარიტი ლიტერატურა, რომელიც მოგვეწოდება ჩვენ და ეს ასე იქნება, ასე იყო და ასე იქნება. მაინც საბაზრო ფასი აი დონე კითხველის დონე მაინც ყოველთვის გაცილებით დაბალი არის ადამიანის არა მიდრეკილი თავის კითხველი არ არის ადამიანი თვითონ თავის ფუნქციით. ორ კითხვას უნდა გავაცე, ორ თქვენს კითხვას უნდა გავაცე პასუხი. პირველი რა ვკითხულობ თუ არა და მეორე მომწონს თუ არა და რას ვფიქრობ დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებზე. პირველი კითხვის პასუხის გაცემა დავიწყე იმით, რომ ვერ ვკითხულობ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ერთი ის, რომ კარგი პოლიგრაფიული გამოცემების წიგნი ხშირ შემთხვევაში არის კარგი თარგმანი უცხოური ლიტერატურის არის ხშირ შემთხვევაში თუნდაც ორიგინალი ძალიან ძნელად ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ ძვირი ღირს. მეორე ის, რომ დრო არ გრჩება, ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესი, ძალიან სწრაფად მიდის ცხოვრება. ცხოვრებამ ძალიან აუჩქარა ფეხს. იმისაც შენ ამ პრობლემებს გაართვა თავი, რაც შენს თავს ხდება და ეს მინდა სოციალური ტიპის ტრივიალური ძალიან პრობლემებია. ეს არის ყოველდღიურობა, რაზეც შენ ხარ პასუხისმგებელი. ამით უფრო ჩემს სასახლეში, როდესაც ყავს ოჯახი, შვილები, ყავს მოხუცი მშობლები და ასე შემდეგ, ეს სულ სხვა პასუხისმგებლობებია და რა თქმა უნდა, აქ ძალიან ცოტა ადგილი რჩება შენი სიამოვნებისთვის და ჩემთვის პირადად ლიტერატურა არის სიამოვნება. ლიტერატურის კითხვა ზოგადად და წიგნის კითხვა არის სიამოვნება, რასაც ჭირდება ბევრი დრო. ამწუხაროდ არც მინახავს ბევრი ადამიანი, ვინც წიგნით ხელში ჰამაკში გადაწოლილი იჯდეს და გბებოდეს, აგემოვნებდეს ლიტერატურას. ამასაც თუ შემთხვევით ქუჩაში ჩავიარე რაღაც სახლთან და ახლობით 15-16 წლის ბიჭი და ძალიან დიდი სქელი წიგნი ეჭირა ხელში, ნახევარზე მეტი უკვე წაკითხული და ერთი საათის შემდეგ როცა უკან გამოვიარე, ისე ვიჯდა და კითხულობდა, ისე გამიხარდა. იმდენად თვალს მიუჩვეველი სცენა იყო ჩემთვის ეს დღეს, ამ პერიოდში, რო ვიღაც ზედა სქელ წიგნებს კითხულობს, აღარ მოვითვენე, მივედი და უთხარ, აი იყო ჩავრო შენ, აი კაცი ხარ, ამას აკეთებ. ეს ორი პრობლემა, რომ არ აქვს დრო, არის ხშირად ხელმისაწვდომი და მესამე ის, რომ ელექტრონული ფორმები ლიტერატურის კითხვის შემთხვევაში არის ზოგადად მიუღებელი. შეეხება ახლა ლიტერატურულ გამოცემებს კითხულობ თუ კი ჩამივარდა
საგანგებოდ სამწუხაროდ არ ნადირობ ამ ახალ გამოცემებზე და ვერც ვახერხებ მაგას. კითხულობ მივარდება ხელს და ფიქრობ რომ ეს ის ლიტერატურა არ არის თქვა რაც იყო მისაღები ჩემი თაობის წერლებისთვის. მოვიდა ახალი თაობა, ახალი გემოვნებით, ახალი ლიტერატურული ფორმებით, ახალი ფასეულობებით და ქმნიან რაღაც ახალ ლიტერატურას. დარჩება ეს ისტორია, არ დარჩება, იქნება ეს ფასეული, არ იქნება. მას მნიშვნელობა არ აქვს. ლიტერატურული პროცესი არ გაჩერებულა საქართველოში და ღვთისმსხალობით. ძალიან ცოტა ერი მეგულება ისეთი, ვისაც 15 საუკუნოვანი ლიტერატურული ისტორია აქვს და ეს რაც ვიცით და რაც არ ვიცით კიდე იმაზე ვლაპარაკობ და ყავს ამდენი კარგი მწერალი და ამდენი კარგი პოეტი, რომელთა ნაწილი მსოფლიოს გაიცნო და მსოფლიო ყურადღების საგანი გახდა. სამწუხარო არის ისიც, რომ ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა ვერ იქნა თავის დროზე თარგმნილი და გატანილი უცხოეთის ქვეყნებში და ეს მხოლოდ მე-20 საუკუნის 21-ის კი არ ეხება. ეხლა უფრო დაიჭრა ეს პროცესი. მოდი იგივე ვეფხისტყაოსანი ჩვენი ყველაზე საამაყო და სათაყვანო ეპიკური ნაწარმოები არ იქნა თავის დროზე თარგმნილი ევროპულ დასავლეთ ევროპულ ენებზე და არის რამდენიმე ენაზე. ეს მას შემდეგ რაც თქვა დროპები ჩამოვიდა, რაც ვიღაც საქართველოს ზომით შეყარებული ადამიანები სამ საქმეს ემსახურებოდნენ. კი ბატონო, მაგრამ ეს იყო უკვე მოგვიანებით, ეს ხომ მე-19 საუკუნის ბოლოს ძალიან უნდა გიყვარდეს, ძალიან ღრმად უნდა იცნობდეს, ზოგადად თარგმანის სპეციფიკაც ეგ არის, იმდენად კარგად უნდა იცნობდეს სპეციფიკას, რომ ტექსტის მიღმა წაიკითხოს, რაც ავტორმა რთული არის და გადმოთარგმნა, შემოტანა თვითონ ცხოვრი ტექსტის ქართულ ენაში და მithumetes რთულია აქედან გატანა, იმიტომ რომ მაინც ფუნდამენტი რა ენაზეც თარგმნება ის უნდა გქონდეს და ის ძალიან კარგად რუსთაველი რო თარგმნოს მაგალითად ქართულმა ქართულიდან ინგლისურად და უშუალოდ რაც მე წარმოუდგენლად იმაში იმიტომ რომ ამ დონის ინგლისური ქართველმა არ ვიცი რამდენად ეს პრაქტიკულად ჩემთვის არა მარტო ეს ვეფხისტყაოსანს თავიდანვე არის თანამედროვე ქართული ტექსტური ნიშნები, რომლის გადატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია და უცხოელი თავს არ იწვევს. ასე რომ ეს მაინც ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ვიღაცები თარგმნ
ეუბნება და ხელი მომართო და მინდა ეს გაგრძელდეს და წარმატება უსურვებ ყველას. ყველას გვინდა ჩვენ რაღაცები თარგმნოთ და რაღაცა გავაგებინოთ და წავაგებინოთ ჩვენ აი რაღაც ვაჩვენოთ საკუთარი თავი, მაგრამ მაინც თოლია რესმის აი ქართველი ამას აი დონის მართალია მთელი საქართველოს მოიცვა ამ ინგლისური ენის მაგრამ მე რომ დავფიქრდი საბოლოოდ ნორმალური ინგლისური ლიტერატურული ინგლისური ესეთი როგორიც მეტყველებდა და თარგმნი და ცხონებული რაზუთა ბუგაშვილი ივანე მაჩაბელი მანამდე აქეთ ვერ გადმოვა თუმცა ჩვენ ძალიან დიდი და სერიოზული თარგმნელები ყავს და ყავდა მე-20 საუკუნის ბოლოს ეხლაც ძალიან ბევრი ლიტერატურული ქმნილება ითარგმნება მაღალ დონეზე. ეხლა ისე გამახსენდა ამას წინათ იყო გურამ ფანჯიგიძის იუბილე ქუთაისში და მისი მეუღლეს ნუმრობდა ქალაქს და გამახსენდა და თქვი და გულში გადავხადე მადლობა რომ არა ალბათ დალი ფანჯიგიძე ალბათ ჩვენ ჯადოსნურთას და ზოგადად თომას მას ჩემი თაობა ვერ წაიკითხავდა იმიტომ რომ ეს ჩემთვის როგორც გერმანული ენის არცოდნისთვის მიუღწევოდი გახდებოდა ასე რომ არიან საქართველოში არიან რა თქმა უნდა მაგრამ დიდი თარგმნელები მე მაგალითად სერიოზული კამათი მქონდა თემასთან დაკავშირებით როცა მტკიცებდნენ რომ არსებობს ქართული თარგმნელობითი სკოლა მე ვთვლი რომ ქართული თარგმნელობითი სკოლა როგორც ასეთი აბსოლუტურად არ არსებობს. არის თქმა უნდა არიან ნიჭიერი ადამიანები თავდადებული ადამიანები უნიჭიერესი თარგმნელები რომელსაც ბევრი ქვეყანას აქვს მაგრამ ეს სკოლა არ არის მაგალითად მე ახლა ამას ახლაც მუშაობ ერთ თემაზე როცა დამჭირდა მე-18 საუკუნის განმანათლებლობის ეპოქის ასე რომ ვთქვათ ლიტერატურა გაუცებული დარჩები ესე იგი პრაქტიკულად არ არის ნათარგმნი მთელი ამ განმანათლებლური ეპოქის ფუნდამენტური ტექსტები ჰიდროკენია და ასე შემდეგ რუსოს სახელმწიფო ხელშეკრულებაც კი და ეს ვოლტერი რომელიც ძალიან პოპულარული იყო აი საბჭოთა კავშირში მისი ტექსტებიც კი საჭირო ტექსტები ნათარგმნია და ასე შემდეგ. ესე იგი ისე თქვა მინდა რომ სკოლა ნიშნავს როცა სურათს იღებს სოფლიო კულტურის ლიტერატურულ წიაღში
სკოლაში მიმდინარე პროცესებზე იღებს სრულყოფილ ასე თუ ისე სრულყოფილ სურათს. ეს არ არის ის როცა ვიღაცა ადგება ნიჭიერი ადამიანი და იტყვის რომ მე ეს უნდა ვთარგმნო, მე მინდა ეს ვთარგმნო, ეს სკოლას არნიშნავს. არა, თქო, და მე რას ვფიქრობ, რომ აი ზუსტად სკოლა, იმიტომ რომ ახსენე მე გულზე მომეფონა ჩემი და ასე რომ ვთქვათ საყვარელ და სუსტი ადგილია, ასე რომ ვთქვათ. თარგმნელობითი სკოლა. სკოლა არის თუ არ არის, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ შეიძლება რაღაც ინსტიტუციურ დონეზე რაღაც თარგმნელობითი სკოლები არსებობდა და არ არის ჩამოყალიბებულა, ვთქვათ, საქართველოში იგი ფაქტორების გამო და ბევრია მათ შორის ისტორიული უბედითობაც მათ შორის. ეხლა თუ გავიხსენებთ მე-19 საუკუნეში მაგალითად მაქვს სადღაც საკითხული არ მახსოვს წყაროს ვერ გავიხსენებ. ისხდნენ იმ დროის გამოჩენილი ადამიანები და უნდა გავიწყდება ეს არის იოანე მაჩაბლის პერიოდი, როდესაც მან თარგმნა შექსპირი და თარგმნა საუკეთესო დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან გამართული ლიტერატურული სიტყვით და ამავე დროს პარალელურად განსხვავებდნენ მწერლები ვეფხისტყაოსნის ტექსტის აღდგენაზე მუშაობენ და იქ მიდის დიალოგი აკაკი წერეთელიც ესწრება სიტუაციას და იქ მიდის დიალოგი მოყვა რაღაც პოლემიკას როგორ უნდა დაარქვან ტონელს. ანუ გვირაბს რა უნდა დაარქვან გვირაბს და ამაზე მიდის კამათი და ვერსიები და აკაკი წერეთელი ამბობს რომ ეს გვირაბი და გვიდრებს რაღაც სიტყვას და ასეთი ბევრი სიტყვა გვიდრდება ასე ვთქვათ ქართულ ლიტერატურულ ენაში მე-19 საუკუნეში. ნუ საუბარიც არ არის აქ ამაზე, როცა მე-12 საუკუნეში შენ გაქვს ვეფხისტყაოსნის ეპოქა, მაშინ შემდეგ მოდის არაერთი ლიტერატურული ქმნილება და თან ეს საინტერესოა რომ ეს არ არის მხოლოდ თქვა დედაქალაქის პირობებში, ეს არის პერიფერიებში სხვა ფეოდალურ ქვედანაყოფებში პოეტები, მეფე პოეტები არიან ისე გამოჩენილი დედოფლები პოეტები და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად საქართველოში ძალიან დიდი ლიტერატურული ისტორია არსებობს, ძალიან ძლავრი ლიტერატურული მუხტია. მაგრამ თვითონ ეს თარგმნელობითი სკოლა რატომ არ ჩამოყალიბდა, ალბათ ამასაც აქვს ესეც არის რა თქმა უნდა რთული საკეთებელია
საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ამას ყველაზე დიდი ფული საერთოდ წიგნების თარგმნაში და საქმეში უნდა ხედავ რომ ეხლა ეს თემა ძალიან წარმოიწია და ეს ყველაფერი ახალისა თვითონ ლიტერატურულ პოლიგრაფიულმა ინდუსტრიამ ძალიან ბევრი გამომცემლობა შეიქმნა, ძალიან ბევრი გამომცემლობა მუშაობს ახალ თარგმანებზე. შეუძლია თავად საბაზრო ეკონომიკა რეგულირებს უკვე ამ პროცესს ძალიან დადებითად, იმიტომ რომ ყველა გამომცემლობა არის ორიენტირებული გამოსცეს რაღაც ახალი საინტერესო ავტორი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, და ეს როგორც მინიმუმ არის კარგი ბიზნესი. მე ვიცი რომ საგამომცემლო ორგანიზაციები, კომპანიები საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების პირები გახდნენ იმის გამო, რომ კითხველი არის საქართველოში საჭიროება ამისი არის მოთხოვნილება წიგნის სიყვარული საქართველოში არის და ასე რომ ბევრი თარგმნელი გაჩნდა, ბევრი მაღალი დონის თარგმნის დროს აი რა მაინტერესებს თუ არსებობს რა თქმა უნდა პრინციპი ყველაფერს მიეყენება, ასე რომ ვთქვა, და უნდა მივუყენო ყველაფერს თავის გარკვეული პრინციპი, პრინციპი და შენი თეორია და შენი სახედველობრივი ის თუ არა გაქვს თარგმნას ვერ შეასრულებ. თუმცა ვერ დაწერ. აი მაინტერესებს რა პრინციპით თარგმნი შენ ამ შენს თუ არ ჩავთვლით რაღაც სხვა ფრაგმენტულ ავტორებს, რომელიც მითარგმნია, ალბათ ყველაზე ფუნდამენტური და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ჩინური პოეზია და ჩინური პოეტები ზოგადად. სიყვარული ამ კულტურის მიმართ ჩემში არ გაჩენილა რამდენიმე წლის წინ, ბავშვობიდან მოდის მახსოვს მქონდა რაღაც ალბომი იაპონიის ალბომი, რომელსაც გარეკანზე ეხადა ულამაზესი იაპონური ბაღი და იაპონური სახლები, პაგოდები. ეს იდო ჩვენს წიგნების თაროში გარეკანით ჩემსკენ და ყოველთვის შევდიოდი ამ ოთახში, ყოველთვის უყურებდი ამ წიგნს და ეს სიყვარული გაჩნდა სწორედ ამ გარეკანის ამ ყდის ილუსტრაციიდან გამომდინარე და უკვე მე იაპონია გადაიზარდა ჩინეთში უფრო და ზოგადად აღმოსავლური სიმბოლო იყო ჩვენთვის ეს წიგნი და გადაიზარდა ჩინურ კულტურაში ზოგადად და დაიწყო, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უკვე შემდგომ მე უნივერსიტეტის დროს როცა ყიდულობდი ჩინურ პოეტებს, უფრო რუსულ
საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა ეს სიყვარული აქედან, მაგრამ თვითონ თარგმნასაც შეეხება ჩინური პოეზიის თარგმნა, ზოგადად ჩინური ლიტერატურის, ჩინური ტექსტების თარგმნა არის დაკავშირებული ძალიან ბევრი ისტორიულ, კულტურულ, ეთნოგრაფიულ ნიუანსთან. ვინაიდან ჩინელები არაზრუნებენ, ასე ვთქვათ, არაზრუნებენ მარტივად. ისინი არაზრუნებენ ეპითეტურად. მაპატია ეს ძალიან საინტერესო თემა, ცოტა ხნით რეკლამაზე გავალ და თემაზე გავაგრძელებთ საუბარს დროებით რეკლამას დროს. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი მუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სლოტ კაზინო კრისტალბეთი გთავაზობთ გრანდიოზულ გათამაშებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 ლარს. აქ გეძლევა შანსი მოიგოთ Subaru XV. ყოველ ხუთშაბათს თამაშდება 2,000 ლარი და ავტომობილის გასათამაშებელი 12 ცალი ბილეთი. ასევე წარმოგიდგენ თანამედროვე ტიპის სათამაშო აპარატებს და ყოველდღიურ გარანტირებულ 500 ლარიან და 1000 ლარიან ჯეკპოტს. ჩვენთან ფუნქციონირებს ინტერნეტ ტოტალიზატორი კრისტალბეთი, მაქსიმალური კოეფიციენტები და კომბინაციების დიდი არჩევანით. სლოტ კაზინო კრისტალბეთი. გაცვალი აზრები. მიულოცე მოუწყვე სიურპრიზი. მოითხოვე საყვარელი სიმღერა. გამოგზავნე SMS-ი ნომერზე 179. ანისარგებლე უფასო SMS მომსახურებით ჩვენ საიტზე. მისამართზე www.radio.dk.ge. ძველი ქალაქის SMS show. აქ შენი მეგობრები არიან. რა პრობლემები ახლავს და რა ნიუანსები აქვს. ვაგრძელებთ გადაცემას, შეგახსენებთ ჩვენი სტუმარია დღეს თანგო თაფურიძე, გრიფიც აჯაროა, მე გემეშია და წამოვანტარել და თეშ.
საუბრობდით ჩინურ პოეზიაზე, მის შენს და ჩინური პოეზია ზაპაუნდი ამბობდა, რომ ჩინური პოეზია გადაარჩენს ჩინური პოეზია გადაარჩენს დასავლურ პოეზიას ზუსტად არ ციტირებას მოვახდინე და ახლობლებით ასე ამბობდა და ჩინურ პოეზიაზე იყო პოეზიით იყო ის ძალიან გადაცება უფრო ხმადაბალი სიტყვა ბევრს მუშაობდა და ჩინური პოეზიიდან ამბობდა ის სურათები რასაც უნდა შეეცვალა ეს მეტაფორული დასავლური ეს პოეტური სივრცე უფრო დაელაგებია და ემშვიდებია ხო სწორედ ეგ არის აღნიშნეთ რომ ჩინური აზროვნება შუასაუკუნეების ჩინური ლიტერატურული აზროვნება არის მეტაფორული აზროვნება და ყველა სიტყვის მიღმა არის რაღაც ტექსტი. ანუ ეს ტექსტები არ იქნება სასახად და არ იკითხება ისე როგორც ჩანს ერთი ნახვით. ძალიან ბევრი სიმბოლისტური ნიუანსი არის, რასაც ახლავს მთელი რიგი ისტორიები. მაგალითად, რას ნიშნავს ნეფრიტის სინი, რას ნიშნავს სხვა ნებისმიერი სიტყვა, რას ნიშნავს ლერწმის შრიალი ან ბამბუკის ხმა ან თვარე, რომელიც გადაგორდა ღრუბლების მიღმა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი მცირე ისტორიები. მანამ სანამ შეუდგები ალბათ ჩინური ტექსტების კითხვას, ან მანამ სანამ მით უფრო დაიწყებ ფიქრს მის თარგმნაზე, შენ ეს რაღაც წინაპირობა რამდენიმე წლიანი ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს. მე მინახავს ორი ასე ვთქვათ საუკეთესო თარგმანი, რასაც რანგირებით დავაყენებ, ეს არის პირველი ამას ჩხენკელის და მეორე უკვე ჯარჯი ფხოველის თარგმანები ჩინური პოეზიის. იქაც ძალიან ბევრი ნიუანსი არის გატანილი კომენტარებში, რომ კითხვებისთვის იქნეს იოლად ახმადი, ასე ვთქვათ, ეს თითოეული ტექსტის შინაარსი და მნიშვნელობა. ეს იყო ყველაზე შრომატევოდი მე, რაც მახსოვს ამ თარგმნის პროცესში. ის რომ ეხლა რიტმი და არის ძალიან თავისებური შიდა რიტმის ჩინური პოეზია და ოთვის ეცადე ცდილობდი, რომ ეს რიტმი და ჩინური ინტონაცია არ დამეკარგა, თუმცა ბატონმა რეზო ჭეიშვილმა წაიკითხა თარგმანები, ფიქრობ, რომ მოეწონა და თქვა, რომ შენ კაცო ჩინური პოეზია გაგიქართულებიო.
მისი პოზიტივი კარგი განწყობი თქვა ანუ ის დაგიმახინჯებია და ისე რო თქოს რა გაგი ქართულები ამაში იყო კომპლიმენტია თუ მე ვეთანხმები მასთან დავეთანხმები იმიტომ იყო მომენტები სადაც მე საგანგებოდ შევეცადე რომ ამ პოეზიას ქართული ლექსის მენადობა შეეძინა და რაღაც ქართულიც დასრულიყო მასში. ქართული ხასიათიც შემეტანა, სადაც კი ამის საშუალებას მაძლევდა რა თქმა უნდა ტექსტი. რაც შეეხება კომენტარებს, ყველაზე შრომატევად აღმოჩნდა კომენტარების გაკეთება. ამ როგორც პოეზიას ისე პროზას აქვე ვიტყვი რომ პოეზიასთან ერთად მე მოგვიანებით მეორე თარგმნე მაგათი ერთ-ერთი ცნობილი ასე ვთქვათ წერლის ლუსინის მოთხრობების თხზულებების კრებული მათიას ერთ-ერთი ავტორიტეტული ასე ვთქვათ წერალია ჩინელებისთვის ჩინეთში მოხდი და სიგნები წავიღე ძალიან განუზომელი იყო ამ ადამიანების გაკვირვება რომ ეს ლუსინი ჩვენ გავაქართულეთ პოეზია გადავიტანეთ ქართულად და ავტოანება ძალიან დიდი იყო და დაფასებას და პატივისცემასაც თქვა და ამის საფუძველზე ძალიან დიდ პატივს ცემენ დღემდე თავიანთ კულტურას და პოეზიას ზოგადად პატივს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროზაული აზროვნება ფაქტიურად ჩინელის ცხოვრებაში, ჩინურ ხელოვნებაში შევიდა მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ჩინური ლიტერატურული აზროვნება ეს არის პოეტიკით აზროვნება, ეს არის ლექსით აზროვნება, მეტაფორული აზროვნება და რაც თავარია ყველაფრის მიღმა დამალული ტექსტები და ღრმა რაღაც სიმბოლისტური განცდები თითოეული ავტორის. რომ ნახავთ თქვენ საკითხული გაქვთ და რეალს ყველაფერი და იცნობთ კარგად რა წელია ჩვენი თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდებოდეს ხსებული და წაიკითხავს ნახავს რამდენად ფაქიზია თვითონ ჩინური აზროვნება და ჩინელი პოეტი როდესაც ის საუბრობს ბუნებაზე არის განსაკუთრებით ბუნება და სიყვარულია თემა მე ერთი ამბავი გამოსცემდა ეს ყველაფერი და მეტაფორები და მის გარი კვეთესები და დამყარებული აბსოლუტურად წმინდა ადამიანურ გამოცდილებაზე და სიბზნეზე ერთ კაი ამბავს მოყვები ახლა რაც შეიძლება მოკლედ და მიხდები ესე თქვა მინდა ერთი ცავანი პოეტი იყო ჩინეთში და ეს პოეტი ნიშნავს იმას რომ დიდი თანამდებობა ეკავა არის
წერალი იყო რა ნუ და სერიოზული პოლიტიკური ფიგურაც იყო ამავე მანვეზე ხომ არა ბრალიდას მერე სახელმწიფო ღალატში არა ამბავი თავი მოიგლა მართალი არ ვიცი ვიზე საუბრობენ ამბავი მაგ ჩარჩენილი გონებაში ძალიან დიდი ხანია გამოვიდა პოპულარული წერალი იყო და გაჩნდა ვიღაც ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი რა და იმდენად ნიჭიერი და ამბიციური იყო რომ გადაწყვიტა პირდაპირ ამაზე კრიტიკა ერთი ლექსი რომ აქო თავშიო ლავანდაო არის რდება ლექსი ასეთი ლექსი ახალ ყვავილში სახელში ლომეში თავში ეს ყვავილი არის ხო ეს ყვავილი არ ხარობს და დაიბარა ეს ახალგაზრდა პოეტი და დაწყებია სამსახური თვითონ დანიშნა ისეთი პროვინციაში რაღაც დივნად რომელიც დაკარგული არის რა თელ დაკარგა ადამიანი 25 წელიწად ეს კაცი ფიქრობდა რომ იმან შური იმან შეშურდა მისი და რომ ამნიჭიერი ახალგაზრდა დაღუპა და 25 წლის მერე თაში სეინობისას ნახა ეს ყვავილი თომში ამოსული წაწყდა ეს როგორც იქნება ვისი გავგნება ვის თქვა მინდა ეს არა ეს მეტაფორები არა ეხნობა აბსოლუტურად წმინდა ადამიანური ეს არ არის ჰაერზე ადამიანის ნიჭით და ადამიანის გენიალურობას არის მაგრამ ეს არის ღრმა განცდები ეს არის სულიერი განცდები რომელიც დგას გამოცდილებები არის გადაქცეული სურათებად და მეტაფორებად და ხატებად ლიტერატურულ ხატებად და საოცარი მეც მიყვარს ძალიან ვიზიტები ჩინურ პოეზიაზე და ამ მაგის გულისთვის მე მართლაც ეზრა პაუნს ჩემთვის არის და მას სიდიდე ჩემფარში და ზუსტად ჩინურმა ხიბმა და აღმოსავლურმა ხიბმა მოუწოდა ორი სიტყვით
ახლა ვიდრე ჩვენ ბევრი დრო არ დავრჩა თენგო ვიდრე შენ მინდა შენ ლექსავი კითხეთ მაგრამ ვიდრე ლექსავი კითხავ რომელიც გია საბნი ბენზის ვიცა გია ბენზის მარსიანს აქვს ძალიან დიდი როლი ასე ვთქვათ ამ პოეზიის შექმნაში იმიტომ რომ ეს ძალიან გემოვნებიანი ადამიანია ძალიან კარგად იცის ლიტერატურა კი იცნობს ერთი კითხვა დაგეს ესე იგი შენ პოეზიის პოეზიას მერე 15 წელი დაწერე სამოქალაქო 14 წელი მართვაში 14 მეთოდო-პრაქტიკული სახელმძღვანელო მენეჯმენტში კი ასე იგი ამის რთული საკითხია გადაერთი პოლიტიკაში გადადია ასე ვთქვა და მე მინდა კითხო პოეზია დაეხმარა პოეზიის ადგილი არის ერთ პოლიტიკაში ან რა ადგილია ეს რა თუ არის უნდა იყოს თუ არა სად არის პოლიტიკაში პოეზია არ ვიცი პოლიტიკას ალბათ ქმნიან ადამიანები პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები და თავად პოლიტიკის პირობები თამაშის პირობები და წესები ისაზღვრება ალბათ თავად ადამიანების მიერ არ უშლის პოეზია ხელს პოლიტიკას ნამდვილად მე ასე ვფიქრობ პირიქით შეიძლება რაღაც მომენტში ამსუბუქებს მის სიმძიმეს და აკეთილშობილებს კიდეც ურთიერთობას პოეტურად შეიძლება შეხედა პოლიტიკას ის და პოეტურად ახლა თვალ ლექსები უკითხოთ ერთმანეთს არ არის მაინდა-მაინც ალბათ ის ფორმა რითაც როგორაც უნდა ჩაერიოს პოეზია მაგრამ პოეტური დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისა და მაშინ ის შეიძლება ხო შეიძლება რთული და მძიმე სურათები გარდა ვქნათ ხატულ სურათებად პოლიტიკურ სურათებზე ვლაპარაკობთ შეიძლება უბრალოდ შეიძლება არ შევქმნათ მძიმე სურათები თუ კი ჩვენ პოეტურად უდგებით ნებისმიერ საკითხს იმიტომ რომ ადამიანი რომელიც აფასებს პოეზიას უყვარს პოეზია კითხულობს არის კითხველი ის ყოველთვის ფაქიზია ურთიერთობებში ის ფაქიზია ზოგადად საზოგადოების მიმართ თავის მიმართ უფრო მეტად მომთხოვნია და ანუ ის თავად არ ქმნის იმ დამთრგუნებელ გარემოს რასაც ქმნიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები ანუ პოლიტიკა არ ნიშნავს სასახად აპირისპირებებს პოლიტიკა არ ნიშნავს კონფლიქტებს პოლიტიკა არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ მუშტები უქნიოთ ერთმანეთს და ადამიანები ქმნიან პოეზიას ეხლა მე მაგალითად მოვიყვანე ვანვე იყო ასეთი ძალიან სპეციალური პოეტი და აურა სუდია რომ ვანვე ისტორიას არ დაგავიწყდეთ მაგით და ეხლა გეტყვით
სახელმწიფო მოხელე ჩინეთში ეს არის შუა საუკუნეების ჩინელი მოხელე და ამასთანავე ძალიან კარგი პოეტი, დიდი პოეტი ჩინელების და მას დაასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატში. იმის ნაცვლად რომ მას დაეწყო თავის მართლება გამოსული იყო და მის ოპონენტებთან ეჩქურა და ასე შემდეგ უბრალოდ ადგა და გადახდა ხუანხეში და თავი მოიკლა, იმიტომ რომ მან ვერ მიიღო ეს თავის საკადრის ასე ვთქვათ გამოწვევა საზოგადოების მხრიდან. ანუ ის პოეტურად მიუდგა პოლიტიკას. ამ შემთხვევაში პოლიტიკურად მიდგომა საკითხის იქნებოდა ეს, რომ გამოვიწოდით დებატებში, დავაბრალებდით უფრო მეც ვიდრე ჩვენ გვითხრეს, უშტებს მოუქნევდით, დავძაბავდით ხო? ანუ ეს ორი განსხვავება პოეტი პოეზიის როლი ასე ცხოვრებაში და ის სადაც არ არის პოეზია, სიმბოლურად პოეზია. შენ უფრო პოეტი ხარ თუ პოლიტიკოსი? რა თქმა უნდა, უფრო პოეტი. მე საერთოდ არ ვარ პოლიტიკოსი, რომ ვთქვათ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი საშუალო ორგანოს წარმომადგენელი და ვთვლი რომ არა ვარ პოლიტიკოსი. და ასე მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ არა ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკაში შენ სახელმწიფოებს პოლიტიკაზე და ხარ რა თქმა არა მაგას თავიდან პოლიტიკაში უფრო ვარ და შენ მე ომები მე ციგნები ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა შენ პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ მე არა ვარ პოლიტიკოსი. ახლა ეს კარგი ამას გავატარებ. არა ის ხელა ამბავი არის მეორე გადაცემა დაჭირდება. საქმე ხდება ზუსტად ესთეტიკურ მიდგომას და პოლიტიკის პროგნოზის მაგალითად პოლიტიკა როცა ამ თემაზე მინდა თავიდან საერთოდ ამაზე გვესაუბრა, მაგრამ მე ისე მინდა და შედა უბრალოდ საუბარი და გახსენება რაღაცების, რომ ეს ასე ვთქვათ გადავწია ეს თემა და ალბათ ასეც იყო საჭირო და მე ხარია რომ ჩვენ ვისაუბრეთ ეს და გავიხსენე რაღაც უპირველესად ახლა მე აუცილებლად უნდა წავიკითხო ეს ლექსი გიასაბი მიძღმილი მარსიანსადმი, რომელიც იმედია როდეს ნახავთ იმედია რომ ნახავთ ქუთაისში და ფილის განებებს ხო მარსიანზე ვამბობდი. მარსიანის როლი ძალიან დიდი ამ პოზიციის შექმნის პროცესში და რატომ მარსიანი არის მაღალი ლიტერატურული გემოვნების ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ლიტერატურული გამოცდილება, თავად არის მწერალი, პოეტი, ძალიან კარგი, ძალიან მაგარი
კრიტიკოსი და მასთან მიტანილი ყოველი თარგმანი იქ ვიკრიბებოდით ყოველდღე მის მიერ წაკითხული და მის მიერ დანახული თარგმანი იყო ჩემთვის მაგალითი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ხვდებოდი მარსიანს რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა და ეს იყო თქვა ჩემთვის თარგი, საიდანაც შეიძლებოდა მე რაღაცების ჩასწორება, კორექტირება გამეკეთებინა. და თავად მარსიანი იყო ამ წიგნების რედაქტორი. სერიოზულად თქვენ მეგობრობდით ძალიან ახლოს საკუთრებულად ახლოს ყავით ერთმანეთთან გაგზავნებთ მეგობრობას ძალიან კარგი მეგობრები და სულიერი თანამოაზრეებით. ესე მესამე საუკუნის 6 დინასტიის პერიოდი სიტია მეგობრების მოლოდინში სეტიაო ეს პირველი ლექსია რითაც გაიხსნა ჩემი ეს კრებული და ეძღვნება გია ვერც გული კლავ ნატრი შეხვედრის ლოდინით დაწკერდა უკაცურ ყურესთან უვალი შამბი და ლიხია ფიქრებით მოგელი მდინარის ჰორიზონტს გავცქერდა როდესაც შეხვდებით ხელახლა როდესაც გიხილავ ზაჩამსკენ სავალი არც ისე მძიმე და გრძელია თუმცა ციცაბოს ჩალა და მდინარის ჩქერიცლის ამას აქეთ რაც მას აქეთ რაც წახვალ უთყვი და მჭუნვარე წელია შენ კი კვლავ ვარ ჩახარ კეთილი დოსტისთვის ვერიცლი ეული მთოვარე სხის ფენს და ცარიელ სარკმელთან გამჭვირი ქალები წყვდიადის სამელს გამჭვირი ქალები როდესაც გიხილავ მოუცდელ გამგებელ საქმეთა გაგემებ ღვინოს და დილამდე გიკითხავ ნაწერებს ნაწერებს იცი რა შუა კითხვაში მივხვდი რომ ქართულად ვკითხულობ ესე იგი ეს არა ხა გამოწყდი მე გადავთარგმნე ქართულად თუ შენ ეს ინტონაცია ეს ეს გალაქტიონური და სიმბოლისტური ქართული პროსტიკიურად ემოციურად წავიდა ეს უფრო დავადე ასე ვთქვა სიამოვნებაში absolutურად სხვა ემოციით ეს სხვადასხვა ახასიათებს ჩემს პოეზიას რომ მასში არის ძალიან დიდი ემოციური მუხტი მაგრამ გამოხატვის ფორმა არ არის ემოციური ხო აი გამოხატვის ფორმა ამას გამოხატვის ფორმა არის ზომიერი და არის ძალიან დიდი ემოცია იგრძნობა ყველაფრის მიმართ და ჩანს გადასარევი ლექსია მშვენიერი ტაიპები მიუძღვენი ჩვენ იაბენიც და ჩვენ დროს ამოიწურა თემგონ დრომ გარბის სამწუხაროდ გარბის სამწუხაროდ ეს რომ ჩვენ ვერ ვეწევით პრაქტიკულად და ასე
ასე გამგვეპარა ჩვენს დღევანდელ და თუმცა შენთან ერთად შეამოვნებით გავაგზავნებთ კიდე ერთი საათს საუბარს და უამრავ თემაზე ჩვენი ურთიერთობების 13 წელმა გაიარა ასე რომ ერთი საათი არ გაგაკვირვებს და ზუსტად გაფრინდა ყველაფერი ჩვენ დრო ამოიწურა მადლობა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას 16 აპრილიდან ტურისტული კომპანია